მე ჰელსინკის საფეხბურთო კლუბ ატლანტისის მთავარი მწვრთნელი გახლავართ, გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეოების სერია. რამოდენიმე კითხვა შემოვიდა და მინდა ამ კითხვებზე გაგცეთ პასუხი. მაგალითად, პირველი კითხვა ასეთი იყო, თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენის კვება. ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს ამის შესახებ, ძალიან ღრმა დეტალებში რომ არ შევიდეთ, მაგალითად, თებში გავყოთ 3 ნაწილად, ყველაზე დიდი ნაწილი დავუთმოთ საათებს, ბოსტნეულსა და ხილს, მეორე ნაწილი დავუთმოთ მაგალითად ხორცელუსა და თევზეულს, მესამე ნაწილი დავუთმოთ ბურბულეულს, მაგალითად როგორიცაა ციციბურა და ბრინჯი და ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. რა თქმა უნდა, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენის ცხოვრებაში. მეორე კითხვა ასე ჟღერდა, მაგალითად 6-7 წლის ბავშვი როგორ უნდა განმოვითაროთ სისხარტისა და მოქნილობის კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და მადლობა ამ კითხვისთვის. ასეთ რაღაცას გიჩვევთ, მაგალითად ამ ასაკში ბავშვი 2-ჯერ ან 3-ჯერ დადის ფეხბურთზე კვირის განმავლობაში. ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ განმოვითაროთ მოზადი სისხარტე და მოქნილობა. ამისთვის მე გიჩვევთ, რომ დამატებით აიღოთ მაგალითად ტანვარჯიშის ვარჯიშები ერთხელ ან 2-ჯერ კვირაში. ეს არ შეუშლის არანაირად მის საფეხბურთო კარიერას ხელს და პირიქით დაეხმარებო, რომ განვითარდეს. ბოლოსთვის მინდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube გვერდი, ეს ჩემი YouTube გვერდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარებში და მე შევეცდები ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი გაგცეთ. მადლობა ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც წინა ვიდეოს ქვემოთ დამიტოვეს კომენტარები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.